მოგესალმებით, ჩვენი გადაცემა არის ეთერში წამოსანახავად. დღეს არის წლევანდელი სეზონის ფინალური გადაცემა და ძალიან მიხარია, რომ მოვასწარით ის, რასაც მთელი წლის განმავლობაში გეგმავდით ჩვენო ძვირფასო მსმენელებო და მაყურებლებო. ეს არის ინტერვიუ ქეთევან ქემოკლიძესთან, საამაყო ქართველ მომღერალთან, რომელიც ოპერის თეატრების, სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებზე ბრწყინავს, სხვადასხვა სპექტაკლებით და ძირითადად ერთი მთავარი საქართველოს სახელით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის სულ მინდოდა რომ წლევანდელი წელი ისე არ ჩამთავრებული იყო, რომ სამოგზაურო ინტერვიუ არ ჩაგვეწერა ქალბატონ ქეთევანთან. ძალიან მიხარია რომ ის ახლა საქართველოში და მოვახერხეთ მასთან შეხვედრა და მოდით დრო არ მინდა დავკარგოთ წუთები, იმიტომ რომ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი საეთერო დრო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის, მიხარია რომ აქ ვარ, შედგა ჩვენი ინტერვიუ და მივესალმებით ყველს მსმენელს. მეც ძალიან მიხარია და არ გამოვტოვოთ ბოლო პერიოდის სიახლეები, რომელსაც თქვენ სოციალურ გვერდზე მივადევნეთ ალყური და გავუზიაროთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს. პირველ რიგში ეს არის ძალიან მომხიბვლელი ვიზუალური მასალა, ფოტოებით და ვიდეოებით, რომელიც გრანადაშია გადაღებული. იქნება მოგვიყვეთ აქ რა ხდებოდა და მე უკვე რომის კარმენის პრემიერაზე ვისაუბრებთ. ზაფხულში იმართება ესპანეთში, გრანადაში თვითონ ძალიან ცნობილი ფესტივალი, სადაც ჩამოდის ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი მთელი მსოფლიოდან და წელს მე პირველად ეს დებიუტი იყო ჩემი გრანადას ფესტივალზე, მაგრამ ამბობენ რომ დავბრუნდე, ბოლომდე გაირკვევა მე მაგასაც შეგატყობინებთ. დებიუტი იყო გრანადა არის დე-ფაიას, მანუელ დე-ფაიას ქალაქი. ის და მოხოთ რომ ის ხო კადისიდან მთელი ცხოვრება თითქმის გაატარა გრანადაში, სანამ გადაასახლებდნენ ფრანკოს პერიოდში. და გრანადა ძალიან ამაყობს ამ კომპოზიტორიც და მისი ნაწარმოები ფსიქე, რომელსაც წელს შეუსრულდა 100 წელი, შევასრულეს სწორედ ფესტივალზე და ისე მოხდა, რომ გრანადის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს თარიღი აღენიშნა და ეს ნაწარმოები ჩაწერილი იყო თვითონ ალჰამბრაში, აი ცნობილ არაბულ სასახლეში, არის ესეთი პეინადორ დე რეინა, სადაც ამ დედოფლისათვის დაიწერა ეს ნაწარმოები. ეს აკრძალული სიყვარული, ზოგადად ფსიქე ხო აკრძალული სიყვარულის ის არის, რა ქვია, სიმბოლო და ნუ ფსიქიატრიას აქედან მოდის, 7 ჯუჯის ზღაპარი აქედან მოდის, იმიტომ რომ ფსიქემ გახსნა აკრძალული, უთ ჩაიხედა და ამის გამო მიიძინა და მხოლოდ კოცნით გაიღვიძა. ანუ ეს გმირი ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი ისტორია მოდის აქედან. და ჩაიწერა ვიდეო კლიპი ამ პეინადორ დე რეინაში, ამ ფსიქეს შესრულებით და აი ველოდებით როდის გამოწვევამ. ეს მართლაც ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, და კონცერტი სადაც იყო ეს პატიოს დე არაიანოს ეს ცნობილ ბაღში, სადაც ეს დიდი შადრევანი ეს წყალი. ნუ აი რომ ღეროდი და ეს თან რო ჭიკჭიკებდა და თან რომ თვარე და თან ეს წყალი რო ესე ლიბლებდა და ეს ანარეკლები, ესე იგი ამდენი არ მინერვიულია რომ არ დამიწყებოდა ტექსტი, იმიტომ რომ სულ გონება სადღაც გარბოდა, იმიტომ რომ ისეთი სილამაში ვიყავი, რაღაცა ტურისტულ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყავი და არა და სცენაზე ვიდექი. და ესე იგი აი ძალიან ლამაზი იყო. მე იყო გრანადაში. პირველად ჩავედი. მიუხედავად რომ ესპანეთში ცხოვრობთ, ეს დავაფიქსიროთ კიდევ ერთხელ. მაგრამ აი აღვთოვადი და ყველაფერი არ ვნახე და ყველგან ფოტო არ გადავიღე, იმიტომ რომ უნდა ჩავიდე და კარგად კიდევ უნდა დავათვალიერო. მაშინ მოდი ერთ პატარა რჩევას დავამატებ თუ შეიძლება, დარწმუნებული ვარ რომ მეორედ მოვახერხებ ჩასვლას. ზუსტად თემატურია აკრძალული სიყვარულისა, აი შადრევანი სადაც მოდის, ჩემთვის არის ეს დაუვიწყარი, რაც ალამბრაში ვნახე. შეიძლება ქალაქი არ მახსოვდეს დეტალებში, მაგრამ აი გმახსოვს. შადრევანთან არის ესეთი წარწერა, როგორც საყვარლის ცრემლი არ დაშრება არასდროს, ისე იდინებს ეს წყარო უსასრულოდ. და აი თემატურათაც ამ აკრძალული სიყვარულის თემაში ჯდება ამ შადრევნის შინაარსიც. მე არ წამიკითხავს. ხო, და აი შედეგი მისვლა რო იქნება, ძალიან გთხოვთ ჩემს სახელზე ეს წამიკითხა ფოტოს გადავიღე. ხო და კლიპი და საოცარი ვიზუალური მასალაც დაერთვან ყველაფერს, ეს წითელი კაბა, ვიზუალზე ყველა რაღაცნაირად ძალიან აღტოვანდა და არა და უნდა შევქმენი ბოლო წუთში მე თვითონ. მართლა? ისე აღმოჩნდა რომ
თბილისიდან გადავფრინდი აიდა სამღერად მენორკაში, მენორკადან გადავფრინდი პამპლონაში ბერბედის რეკვიემის სამღერად, იქიდან წავედი რომში და რომიდან გადავფრინდი იგი და ამას არანაირ იმას ჩემი ჩანთა ამდენ წონას ვეღარ გაუძლებდა რომ ყველაფრის გარდაერობა ბოლო წუთში კონცერტი დღეს ვიყიდე მოსახვევი, რომელიც ძალიან მოუხდა იმ რომელმაც კაბაშაროს. იმუშავა სერიოზულად. და აი ესე შევქმნი, ანუ მე თვითონ ვიყავი დიზაინერ მხატვარი. იყო ყველანაირად ჯდებოდა კონტექსტში, ესპანურ ხაზშიც. სადედოფლოში და ეს იმაშიც, იმიტომ რომ ძალიან ლამაზ ლექსი არის ნაწარმოები დაწერილი და იქ არის ესე რომ გაიხსნებაო შენს ბაგებზე ვარდივითო გაზაფხულიო და ეს რაღაცა ვარდი ამიტომ ჩავს. არანაირ სულ მეკითხებოდნენ კარმენი არაფერი შოშარ არის იმის და მიიღოთ რომ ერთი საოცრება უნდა მოუყვა იმაზე რა ქვია. გრანადაზე რა ხან მოგზაურობა არის გამოდგება ყველას. ჩავედი ესე იგი ამ რომის კარმენიდან და სულ ეს რაღაცნაირად ეს კარმენის აჩრდილი ხო სულ თან დამდეს ბავშვობიდან და ჩავედი გავიხედე აწერია რაღაც კარმენ დე მარია კარმენ დე რაღაცა კარმენ დე რაღაცა მიფიქრე ღმერთო რა ამბავი კარმენია იქ სულ კარმენია ყველა ქუჩებზე სახლებს ეზოებს აწერია იქ სულ ესე კარმენ ვიგე რა არის ეს კარმენი? როგორ შეიძლება რომ ამდენი იყოს კარმენი? ყველას მეორე სახლი რაღაც კარმენია ვიფიქრე და აღმოჩნდა რომ კარ ნიშნავს არაბულად ყურძენს, ვენახს. ანუ მარიას ვენახი. ყველას ეზოში ქონდა პატარა ჩვენ რო გვაქვს ტალავერ ვენახი და ეს კარმენ ნიშნავს არ ვიცი ტალავერ ვენახუკა რაღაცა ესეთი ამის შინამეურნეობა ხო და თურმე აქედან მოდის და არაფერ შუაში ღვინოს ნიშნავს კარგი ნიშნავს ღვინოს აქედან მოდის და არაფერ შუაში არ არის ეს ჩემი ბიზე და კარმენი და ხოზე უი რა საინტერესო ხო ასე რომ ჩვენს ვენას ეცოდება რომ კარმენს რომ ბევრს დაინახავს ჩვენებურია ღვინო და ქართული ამბები არის უი რა ეგ კარგი მინიშნებაა ნუ პრინციპში ხა გრანადას ყველაზე მეტად ეტყობა ჩემი აზრით არაბული გავლენა ხო ეს თან საღამოს როგორია ეს წვრილი ქუჩები რაღაცნაირად ტალანებივით რო გადის და ნუ ალამბრა მისი საერთო აი ძველი თბილისის რაღაც აურა არის კი მართლა არის აი რო ჩაივლი ძველ თბილისში აბანოებთან აი ყველაფერი რაღაცნაირად ეს შეგრძნება არის და მაროკოული მუშახები ხშირად არა ეს არ შემიმჩნევია მართალია კი ეგეც არის ძალიან კარგ ჩუსტებს კერავენ სხვათა შორის და აი მეორე ჩავიწერო და მე კარმენს დავაკვირდებ ხო კარმენს დააკვირდი სულ კარმენი და რა საინტერესო ხო ვახ მოდი რომიც ვთქვათ და მე გავშალოთ ფრთები სამოგზაუროდ რომის კარმენის პრემიერაზე რო გითხრათ რომის თეატრში მესამეჯერ ვიმღერე რომში კარმენი არსად არ მიმღერია სამჯერ სხვადასხვა დადგმებში ორჯერ ეგ დადგმაში და ეს იყო სხვა დადგმა ეს იყო რენატო გუტუზო არის ამ იტალიელების ძალიან ცნობილი მხატვარი, აი ძალიან ცნობილი მხატვარი. მე მართალი გითხრათ თვითონ ხელოვნების სკოლა მაგამთავრე და ასეთი ცნობილი თუ იყო და ასეთი მასშტაბური არ ვიცოდი და როდესაც მე დავდე პოსტების ყველა შემომეხმიანა რომ მართლა გუტუზოს იმაში მღერი ხარო დადგმაშიო და სცენოგრაფია, კოსტიუმები ყველაფერი იყო მისი შექმნილი. ეს არის 60-იან წლებში გაკეთებული დადგმა, რომელიც რასაკვირველია რეჟისორული ჩანაწერი და ზოგადად ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს. ამიტომ სცენოგრაფია და კოსტიუმები შენარჩუნდა და უკვე რეჟისურა აიღო თავიდან ხელში თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორმა, რომელიც ძალიან საინტერესო დადგა ეს თანამედროვე დადგმა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ტრადიციული და ისტორიული. და ისე აღმოჩნდა რომ აი მე აღნიშნე ხა ახალ მასწავლებელს და საუბარში ჩვენ ვსვამობთ რომ ეხლა მომღერლები კარგ ფორმაში ვართ ვარჯიშობთ გამხდარებთ რაღაც და არ არის ეს რაღაც იარლიყი რომ ყოველთვის უქრები იყვნენ ოპერის მომღერლები იმიტომ რომ ერთადერთი კარმენის ერთადერთი ორიგინალი კოსტიუმი იყო შენარჩუნებული ერთადერთი ხო აი 60-იანებში შექმნილი წარმოიდგინე ვინც მღეროდა კარმენს იმ გრეის ბამბრი ეს არის აი მეცო-სოპრანოების ერთ-ერთი თვალსაჩინო კი არა იმის იქით არ ვიცი მეცოების მეცო ლეგენდარული წარმომადგენელი და ამ ქალბატონს ესეცვა და წარმოიდგინეთ როცა ყველა კოსტიუმი აღდგა და ეს იყო ერთადერთი ორიგინალი და როცა გამომიტანა კოსტიუმი და მითხრა აი ესეთ შეხედავ აბა ვნახოთ თუ ჩაგეტევაო მე ყოველთვის მაქვს პრობლემა რომ ყველა კოსტიუმი არის და საპატარავებელი არ თავიდან შესაკერი იმიტომ რომ აღარ პარტარავდება ხოლმე ეს პირიქით და ესე იგი ზუსტად აი ხელუხლება ჩავიცვი და აი როგორ მეცვა იცით ეს მომყვებოდნენ დასწვა რომ არაფერი გაფუჭებული არაფერი და ესე იგი აი ორიგინალი კოსტიუმი მეცვა თვითონ იმ დროინდელი ესე იგი პრაქტიკულად
რამდენი წლის 60 წლის კოსტიუმი მეცვა და ეს კიდე ცალკე ღირებულების მატარებელია თან ადამიანის ნატარების სცენაზე და ნამდვილად ძალიან ლამაზი დადგმა იყო. დირიჟორობდა ომერ ბელბერი, საოცარი დირიჟორი ისრაელიდან. უკვე მეორეჯერ ვიმღერე მასთან ერთად კარმენი და რა ვიცი საოცარი, მართლაც საოცარი დირიჟორი და იმედია რომ ჩვენთან საქართველოში მალე ჩამოვა და იდირიჟორებს. იმედია და ჩვენც მოვახერხებთ რომ დავესწროთ თქვენ სპექტაკლებს სხვადასხვა მხარეში. სულ ფიქრობ ხოლმე რომ ამდენი წარმატებული სპექტაკლი სხვადასხვა წერტილში, მაგრამ აი ცხოვრების კუთხით მაინც მგონია რომ ეს ესპანეთი ზუსტად ერგება იმას, ხო, როგორც უნდა იყოს. ხო, შეიძლება იგივენაირად წარმატებული ცხოვრობდეს უბრალოდ სხვა ქვეყანაში, მაგრამ ის რაღაც ესპანეთი ჩაჯდა გადასარევად. მართალია ესე? კი, რაღაცნაირად მიყვარს ეს ხალხი და აი მათი კულტურა, მათი ფერები, ტემპერამენტი, ყველაფერი მიყვარს, რაღაცნაირად მიყვარს. ზოგადად არავის მიმართ ცუდად არ ვარ განწყობილი, ყველასთან მიმართ ძალიან დიდი სიყვარულით, მაგრამ აქ რაღაცნაირად აი როგორც ჩვენ თქვით, თუ საქართველოს მე სადმე კომფორტულად შეიძლება იცხოვრო, ალბათ არის ესპანეთი. ბარსელონაში ხო? ბარსელონაში ხო, რომელიც ნუ პრინციპში ხა ტურისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი და სუწულებენ ეს ძირძველი ბარსელონელები, რომ ტურისტები არ უნდა. ეხლა რაღაც დემონსტრაცია ვნახე. წყლის პისტოლეტებით იყვნენ ტურისტების წინააღმდეგ გამოსული. ეს ძალიან ისეთი უცნაური არის, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმებ ეს, იმიტომ რომ ეკონომიურად ხა ტურისტს ზამხელად ისე შემოაქვს, ხო? აბა რა უდიდესი. შემოსავალი ტურისტი ხა ბარსელონაში და თვითონ კატალონიაში და ხა მე რაღაც ვერ ვიტყვი რომ ტურისტები იქ ძალიან ცუდად მე ვიცად იქცევიან ვიდე და ბარსელონაში უარესად იქცევიან ან რამე. არაფერი, მე მგონი პირიქით სიყვარულით და ახტოვანებით ჩამოდიან და ათვალილებენ. მე არ ვიცი ხა ცენტრში ძალიან შემაწუხებელია შეიძლება ეს მოვლენა, მაგრამ ზოგადად ეხა ტურიზმს ვერანაირად ვაკრძალავთ გადაადგილების უფლება გვაქვს ყველას. რა იცის ბარსელონელმა ისეთი, რაც არ ვიცით მაგალითად ტურისტულად ჩამოსულმა ადამიანებმა. აი რაღაცა კუთხე-კუნჭული, ისეთი სადაც ვიპოვით ნამდვილ ბარსელონას, ან რაღაცა ისეთი, რაც აი შაბლონურ მარშრუტებში არ წერია. რას გაგვიზიარებ? იცით რა არის ბარსელონა იმდენად შესწავლილი ქალაქია და ტურისტ მე მართლა ჩემთან ჩვენი ნასწორები ჩამოდიან ხო პირიქით მე ახალ რაღაცებს ვიგებ მართლა იცით არის როცა ესე ყოველდღიურად ცხოვრობ ხო შეიძლება ისე უკეთესი რესტორნები იცოდე როგორ არის თავი იგივე ტურისტულ ადგილებს მაგრამ ვერ გეტყვით რომ რაღაცა საოცრებები ვიცი ისეთი რაც არავინ არ იცის მე უფრო საყოფა ცხოვრობ რაღაცებში ვერკვევი ბარსელონაში ტურისტულში მაინც და მაინც ჩამოსულს ტურებს რა უყვართ ხოლმე ყველაზე მეტად რა სიტყვა სუგონიათ რომ პაეია უნდა ჭამო ბარსელონაში მაგრამ რეალურად პაეია და ბარსელონა არაფერ შუაში არ არის იმიტომ რომ ვალენსიაში არის პაეა სამშობლო ხო და ნუ აი რაღაც მიდიან ხოლმე ფლამენკოს საყურებლად რაც რეალურად მართლა არაფერ შუაში არ არის იგივენაირად კორიდას ეძება ხოლმე რომელიც ჩვენთან არ არის აბსოლუტურად პირიქით ჩვენთან ეს მონუმენტალი სადაც ძველად ტარდებოდა ის უკვე არის საცირკო და ესეთი წარმოდგენები არის იქ და არაფერ შუაში აღარ არის უკვე კორიდას აი რამდენი მოლოდინი სრულდება რაც ხო იმიტომ რომ კატალონია არ იმაშობა რა ქვია არ ამ ყველაფერში არ იღებს დიდ მონაწილეობას ხო მას თავისი რაღაცნაირად დამოუკიდებელი კულტურა აქვს და რასაკვირველია ესპანურთან შევიწყოთ მაგრამ ესეთ რაღაცებისგან ცოტა შორს არის არ არის მათი ეს ანდალუსია და ქვევითკენ კი ბატონო ნამდვილი ესეთი ცეცხლოვანი რაღაცეები ეგრეა ჩვენთან არის გაუდი სამაგიერო გაუდი კი თავის პარკ გუელით საგრადა ფამილია რომელიც მე მომწონდა უფრო ვიდრე დაუსრულებელი ვიდრე ახლა დასრულებული ეხლა უკვე ამბობენ რომ 2026-ში უკვე გაუდის საიუბილეოდ უნდა გაიხსნას თუ მოესწრება უკვე გახსნილია პრაქტიკულად გახსნილია რა ვიცი მე რაღაცნაირად აი ის უფრო მომწონდა ის ეხა ძალიან ჭკვიალა რაღაცა ახალია ხო მე რაღაცა ისე მომწონდა მაგრამ ალბათ არის მიზეზები რატომაც უნდა დასრულდეს და თან რაღაც ის იყო რა ქვია მოსაზიდი მომენტი რომ არასდროს არ თავდებოდა საგრაფო ფამილია რომელიც დამთავრდება ისეთ საინტერესო რომ აღარც იყოს პაკი კი ეს პროცესი იყო ამბავი რომ აი დამსრულებელი ამდენი
ხო. ამდენი გასტროლი თუ ნიშნავს ამდენ მოგზაურობას. თუ გასტროლი არის მაინც თავის ჩაკეტილი რეჟიმით, მხოლოდ თეატრი, მხოლოდ რეპეტიცია და არ რჩება დრო გალაღების. არ რჩება და ეხლა უფრო მეტი რჩება, იმიტომ რომ ეხლა როდესაც უკვე მეტნაკლებად დებიუტები გაკეთებული მაქვს, უკვე მღერი ისეთ პარტიებში, რომელიც უკვე ბევრჯერ მაქვს ნამღერი, პროფესიონალიზმის ხარისხი, ნუ წლების განმავლობაში 23 წელიწადია უკვე პროფესიულ სცენაზე ვდგავარ, ხო? გაიზარდა რაღაცნაირად, ამიტომ რაღაც ეს მოდუნების მომენტები არის. ყოველთვის მიყვარდა ბევრი რაღაც დათვალიერება, მაგრამ უფრო რაღაცნაირად ზომიერად ვაკეთებდი ხოლმე და ეხლა უფრო რაღაც გადამეტებით დავდივარ ხოლმე. დავდივარ და ეხლა ხოში რაღაც ცოტა ისეთი. აბარა, ყველაფერი შეიძლება. ეხლა რომში რო ვიყავი, ნუ ხე რომი ხო როგორი რაღაც არის, სულ დადიხარ, სულ ათვარებ, მაგრამ არ თავდება, ნუ აი არ მთავრდება, შეუძლებელია ხა მე რომში ვარ უკვე ვერამდენჯერ არ ვიცი ნახები და სულ დავდივარ, სულ ათვარებ, მაგრამ სულ რაღაც არის დასათვალიერებელი და აი სპექტაკლები რო დაიწყება ხოლმე, იმიტომ რომ ამ დროს თავისუფალი დროც ჩნდება ხოლმე, ვიწყებ ხოლმე სიარულს და დავწყეს, შევუდექი ამ რაღაც ინერციის, შევუდექი და წავედი იქ და ნუ ბევრგან და რაღაცნაირად წავაწყდი ინფორმაციას, რომ არის კაპუჩელების საძვალე ძალიან ახლოს ჩემთან სახლში და ნუ რაღაცა მისტერიული ადგილი, რაღაცა უნდა ვთქვი, რომ უნდა იქაც წავიდე მეთქი, აუცილებლად მეთქი და ნუ აქ დავდივარ ყველგან, ვიღებ ამ სურათებს ყველგან და ესე იგი პირველად მივედი არ დამხვდა, გაღიღია, მეორეჯერ არ დამხვდა ხი და ნუ აუ ქართული ხასიათი ხა მესამეჯერ უნდა მივიდე ნახავე და წავედი და ნუ დასაწყისში ძალიან საინტერესოა, ეს არის ფრანცისკანების ორდენის რაღაც ნაწილი, რაღაც განშტოებასავით არის, რომელიც უფრო გადაწყვიტეს, რომ უფრო მკაცრება ცხოვრების წესით ცხოვრად. და ნუ შევედი რაღაცები ნახი, კავარაჯო აქ საოცარი, დავტკბი კავარაჯოსთი და ისე რა ვქნა, ნუ დავიწყე ხა მიახლოება ამ საძვალისკენ და მივდივარ და შევედი. და ესე იგი რა ხდება? ესე იგი აი 1500 წლის მერე ვინც კი ამათი მიმდევარი ბერი ყოფილა, ყველა ზვლისგან არის შექმნილი ჭაღები, გაფორმებები, ძვლებისგან. კარგი. და ამ ენერციით ყველგან ფოტოებს ვიღებ, უცებ ამაზე გადავიღებ ფოტო. უცებ ჩამხედე და მე თავის ქალები ჩამოკიდე რაღაც იმის თეძოზო მივხვდი რომ არ შეიძლება მე ეგრევე წავშალე, მაგრამ ეს ინერცია რომ ყველგან ფოტოს ვიღებ და იქაც და მე მივხვდი რომ ეს არ იყო ის ადგილი სადაც ფოტო. ანუ ეს რანაირი გადაწყვეტილებაა? ნუ აი საოცარი აი წერია ძალიან კარგი ფრაზა რომ ადამიანებს არ დაგვამწყეს ხოლმე მაინც ყოველთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა. და რო გვავიწყდება ხოლმე გასაჭირის დროსაც და ხინის დროსაც. წერია რომ რასაც ხარ შენ დღეს ჩვენ ვიყავით ის რაც ვარ ჩვენ ახლა შენ ეს იქნებიო. ხედავ. ძალიან ისეთი ჭაღი იქნება. ძალიან ისეთი სიტყვა ხო? ძალიან გასართობა დასასრულად ჩასულ რომში არ დადეგებზე და უცებ შემოლაწუნება რომ გეუნებია რომ რაც ჩვენ ახლა გხედავ აქ ეს ამას ვერაცდები. ხო და აი რა შოკია. ეს აი საძვალე, აი ნამდვილი საძვალე. მე ესეთი მე ძვალი როგორც გამოვედი, აი ეს ბარტელო გითხოთ. ვაიმე ცოტა ესეთი რაღაც ზარი შეგზნება მქონდა. მე მგონი გავაბტო ვისაც უყვარს ესეთი ცაფრი შეგნებები შეუძლია წავიდნენ და მოინახულო. და ვისაც პირიქით რაღაცა ხო, ვისაც არ შეუძლია არ უნდა შევიდეს, იმიტომ რომ აი მე ჩქარი ნაბიჯებით დავათორელი და გამოვედი. ვაიმე როდი აღარ გავიტეხეს იხდება რომ სამჯერ მივედი როგორც ეს არ უნდა დაღმერთრობ შევსულიყავი და მაინც მაგრამ აი ეს ფრაზა მაინც დაგახვედრა რომ საფიქრად ძალიან კაი ფრაზა არის ძალიან ვა ახლა საინტერესოა ესე მაინტერესებს ესეთი რამ შესრულება სპექტაკლის ხარისხი და ყველაფერი რომ მოხსნათ აი ვიზუალურად და განწყობით აი სცენა და სათეატრო დარბაზი ისეთი რომელიც აი არასდროს ამოვა მეხსიერებიდან რომელი იყო, რომელ ქვეყანას ან რომელ ქალაქს უკავშირდება. აი სადაც დგების სცენაზე და ალბათ პალაუ ბარსელონას ხო პალაუ. ანუ მაინც მშობლიურ ბარსელონაში. არა იცით რა საოცრება იყო, მე მართლა მართლა გითხრათ
მაქვს ბედნიერება ბევრ თეატრში გამოსვლისას და ეს თეატრები ყველა არის რაღაცნაირად აი სამკაული მართლაც არქიტექტურული, ხო? ახლა ზოგი თანამედროვეა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემების გამო დაინგრა, ზოგი უბრალოდ აშენდა თანამედროვეობის პერიოდში, მაგრამ აი პალაუსში რომ მოხვდი, აი მივხვდი რომ შეიძლება 64 იყოს აი ისეთი როგორც ამ პალაუს ფრესკა არ ქონდა, კედლები იყოს. აი მე ვიფიქრე რომ ალბათ აი მე როდესაც ბავშვობაში ბიბლიას მიკითხავდნენ არ მკითხულობ მე 64-ის წარმოსახვარაში წარმოსახვა ალბათ კრეხელობა რასაც ვუმიტო ეს არ არის მარტო ფიზიკური ხო 64-ის განმარტება მაგრამ აი თუ წარმომედგინა სილამაზ ჩემთვის სილამაზის რაღაც აი როგორ გითხრათ საზღვარი ალბათ ეს არის ეს დარბაზი იმიტომ რომ აი საოცრება არის საოცრება როგორ შექმნეს ან როგორ ეს ყველა დეტალი ფერი ну აი საოცრება ესე იგი ბარსელონაში თეატრის ანახავია პალაუს კონკრეტულად პალაუს თეატრი ლისეუ ძალიან ლამაზია ბევრჯერ დამწვარი და აღდგენილი მაგრამ ძალიან ლამაზი მაგრამ პალაუ დე ლა მუსიკა ეს არის რაღაცა საოცრება შიგნით თუ გარეთ ეს არის არ ვიცი თან მე ძალიან მიყვარს ეს მოდერნიზმი და არტ-ნუ და ну აი არ ვიცი ну აი საოცრება მე ალბათ როდესაც დასვენების სეზონი დგება ეს დასვენება მართლა დასვენებაა იმიტომ რომ მთელი წელი ისედაც მოგზაურობაში ხართ თუ დასვენება კიდე ახალი მოგზაურობისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის იხსნება ხოლმე იცით რა არის დასვენება ჩემთვის მაინც უფრო ასოცირდება საქართველოსთან სიონთან ჩვენს ოჯახთან სადაც ყველანი მსახურში ვიკრიბებით სადაც ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ჩამოდის იმიტომ რომ ჩვენ ვისვენებ მე მთელი ცხოვრება ვისვენებ სიონში ეს არის დაბა სიონი ძალიან ლამაზი ყველა მიცის ალბათ მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ მე ვიცი და ჩემს გარშემო ყველა მიცის მეტნაკლებად ეს არის წყალსაცავი სადაც როდესაც წყალსაცავი აშენდა ეს ბარაკები რომელიც დარჩა ხელოსნების და მუშების შემდეგ გადაეცა მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებს და ესე იგი აქ არის ჩვენ ვართ მე მაგალითად ვარ ქიმიკოსების ეს დამჭირებული მეტალურგები ვიღაცაა პროფესიებად არის დალაგებული ხო ვიღაც არის გეოლოგები გეოგრაფები და ეს აი მთელი სამეცნიერო საზოგადოება ვინც იყო სადღაც ალბათ 50 წლის წინ დარიგდა ეს მიწები ყველა და აი ნუ ყველას იცნობდა ყველას და უსაფრთხოების სიმშვიდის და ბავშვობის ეზო სადაც ნუ არ არსებობდა აი ნუ ეზო როგორ ყველას ვლიდა ყველა ბავშვი და ყველა დედა ყველას ვლიდა და ესეთი რაღაცა თევზაობა ტყენ არ ვიცი თამაში აი ურთიერთობები რასაც ქვია ჩემთვის ეს არის სიონი და რაღაცნაირად ისე მოხდა რომ მე ხო ვისვენებდი და ეხა ჩემი შვილები ისვენებენ და ჩემი მეგობრების შვილები და რაღაცა ეს არის საოცარი ჯადოსნური ადგილი რომელიც არ ვიცი წლების განმავლობაში პრაქტიკულად გზა არ იყო პირობები სამწუხაროდ ძალიან ისე მაგრამ მაინც მაგრამ ეს არის ადგილი სადაც რაღაც აი ბავშვობის ნოსტალგია ბედნიერების შეგრძნება რაღაც აი ყოველდღიური რუტინიდან გათავისუფლება მაინც ხდება სიონში და იმ ადამიანების ნახვა რომელიც ძალიან გიყვარს და ძალიან გენატრება რა ვიცი და მე ზაფხულის ენერგიები ავსებს ხო აი ჩემთვის აი მე თუ სიონში არ წავედი და აგვისტოში არ ჩავიცი ქურთუკი და არ გავიყინე ის ზაფხული არ არის ხო ну იმედია წლევანდელიც ასეც იქნება თავისი ელემენტებიც რა კი აუცილებლად სიონი ყოველთვის ერთად იგივე არის აი ეს არის ადგილი სადაც არ იცვლება არაფერი ყველა ყვა იქდებ სადაც იდო მე რო ვიყავი 2 წლის რაც უფრო ასაკემატება ადამიანს ესე მგონია უფრო და უფრო ძვირფასი ხდება ყველა ეგ ადგილი სადაც ის ქვები ისევ ისედებს არა ნამდვილად სანამ დავასრულებთ გადაცემას ბოლო შეკითხვას ესეც დავსვამ რადგან ევროპის კონტინენტი მეტნაკლებად ათვისებულია როგორც სამოგზაურო ასევე სცენებით აი საოცნებო სანახაობას ვარ დავასახელებდით ჩვენი მსმენელებისთვის ისეთი სადაც აი საოცნებო სცენაც შედის ამაში ნებისმიერ სხვა კონტინენტზე და თან რამე ქვეყნის კულტურა რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებს იცი რა არის
სამოგზაუროდ ძალიან მინდა წასვლა ეგვიპტეში მართლა. იმის მერე რაც დავიწყე აიდაში ამერისისა, რასაკურველია ძალიან მინდა წასვლა და რაღაცნაირად ცოტა ხანი ამ ჰაერის შესული და ქვიშაზე ფეხშიშველი გავლა. ეს რაღაცნაირად ჩემი წარმოდგენის და ჩემი ბუნების რაღაც გასაფართოებელი ადგილი ესე რომ ვთქვათ და პროფესიულად ძალიან მინდა რომ მალე ვიმღერო ნიუ-იორკში მეტროპოლიტენის ძალიან გამიხარდება ჩვენც გაგვიხარდება თელ საქართველოს გაგვიხარდება გულშემატკივრობთ მეც ჩვენი მედია კომპანიას რადიოს თუ ტელევიზიის სახელით და მთელი საქართველოს ყველა წარმატებული ამდენი გულშემატკივრით მე ვიცი რომ ეს ენერგიები რომ კარგად გროვდება ხოლმე ვერ სრულდება ხოლმე ეს აუცილებლად იქ სადაც დუმან პირამიდები მანდაც და მეტროპოლიტენსაც ძალიან დიდი მადლობა ქეთევან ქემოკლიძე იყო ჩვენი სტუმარი ცნობილი მეცო-სოპრანო მადლობა და ბედნიერი ზაფხული პრინციპში ბედნიერი ზაფხული უნდა უსურვოთ ჩვენს მსმენელებსაც იმიტომ რომ როგორც გითხარით ეს გადაცემა სეზონის ბოლო არის და ამ შემთხვევაში აქ დაგემშვიდობებით ბედნიერ ზაფხულს გისურვებთ და იმედი მაქვს რომ სექტემბრიდან ახალ საეთერო სეზონზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს მადლობა ყურადღებისთვის ნახვამდის